სტალინის ძეგლების ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობაზე პრეტენზია ვერ ექნება. ასეთია ევროპარლამენტის დეპუტატის ლიტველი პედიატრა საუშტრაია ვიუჩისის განცხადება საქართველოზე, რომელსაც ქართული პრესა ლიტვურზე დაყრდნობით ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ ევროპარლამენტის ერთი წევრის მოსაზრება, განხილვის თემად იქცა სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება ძეგლებს, ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორია ამ მხრივ ვითარება გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სტალინის ათობით მონუმენტი დგას. Საიღებენ უფრო დიდს დავდგამთ. უფრო დიდს, ეგცეთი კი არა პატარა რო არის. უფრო დიდი ძეგლი დაიდგება მაგის ადგილზე. სტალინის უფრო დიდი ზომის ძეგლის დადგმას ახალუბნელები იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ ამ მონუმენტის აღებას ვინმე გადაწყვეტს. აქაურების სტალინის ბიუსტს უკვე ათეულობით წელია განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. ნოდარ თაყაძე იხსენებს, რომ სოფლიდან სტალინის დიდი ზომის მონუმენტი ერთხელ უკვე მოიპარეს. სწორედ ამიტომ შემთხვევა, რომ არ განმეორებულიყო მცირე ზომის ბიუსტი უფრო დაცულ ტერიტორიაზე აღმართეს. კანტორა იყო ზემოთ და იმ კანტორაში იდგა შიგ ოთახშივე იყო გაკეთებული და მე ის დიდი რომ მოიპარეს ეგ ჩამოიტანეთ ეგ დავდგით აქ მარტო სტალინისა კი არა ლენინისაც უნდა დააყენონ ჭკუა რო ჰქონდეთ დღევანდელ თავრობასა და ხელისუფლებას იმიტომ უნდა იყოს რომ ის აღიარებული აქვს სოფლიოში ადამიანი იყო ქართველი გორში დაბადებული და ჩვენ როგორც გორის და გორისანის მაცხოვრებლები ალბათ ვაფასებთ და აფასებს მოსახლეობა და მაგიტომ არც აიღებენ დარწმუნებულება და ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება სტალინის ძეგლთან დაკავშირებით. ეს კი მეჯვრისხევია. ახალუბნისაგან განსხვავებით აქ სტალინის ძეგლი სოფლის ცენტრალურ მოედანზე დგას და უფრო დიდი ზომისაცაა. აქაურების დიდ ნაწილს იმის გაფიქრებაც არ სურთ, რომ ოდესმე შესაძლოა ძეგლის დემონტაჟი მოხდეს. მეჯვრისხეველებმა სოფლის ცენტრში ძეგლის საკუთარი სურვილით აღმართეს და მისი იერსახეზეც იზრუნეს. თვითონ სოფლის ხალხმა გადმოიტანა ეს ძეგლი სხვა ადგილზე ასიდგა. და რესტავრაცია თვითონ სოფელმა ჩაუტარა ხალხმა. ხალხი რა აზრისაც არის ამ ძეგლთან დაკავშირებით მეც იმ აზრზე ვარ. არაფერი განსხვავება არ იქნება, იდგება თუ არ იდგება. რა მნიშვნელობა აქვს? ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და იდგეს რა. ვისაც მოსწონს, იმათ მაუყურო. ბევრი კარგი რამეცაა გაკეთებული. მაგალითად ავარო ახლა გაკეთებული და საჭიროა და საჭიროებს და უნდა იდგას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლა იდგება თუ არ იდგება რა. ეკაცი არ არის, ცოცხალი არ არის. სტალინის კიდევ უფრო დიდი ზომის ძეგლს გორის კულტურისა და დასვენების პარკში შეხვდებით. ამ სკვერში ძეგლი უკვე ათეულობით წელია დგას. გამონაკლისი რასაკვირველია არ არის დიდი ბელადის სახლ-მუზეუმის ეზოც. აქ ძეგლსაც ნახავთ და მის ძირში სტალინის თაყვანისმცემლების მიტანი ყვავილებსაც. ჩემთვის როგორც გორში მცხოვრები რიგითი მოქალაქისთვის დაუშვებელი არის, რომ ქალაქში იდგას სტალინის ძეგლი. მე აღნიშნულის მომხრე ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მუზეუმის კონცეფცია და დამთავრდება ამ მუზეუმის დამხმარებით საბჭოთა იდეოლოგიის და სტალინიზმის პროპაგანდა. სტალინის მუზეუმთან მაინც უნდა იყოს სტალინის ძეგლი. იმიტომ რომ სოფლიოს ასანსარებდა ბუმბერაზი კაცი იყო. გორელი კაცი იყო. გორის მუნიციპალიტეტში ჯერ არავის დაუთვლია სტალინის სულ რამდენი ბიუსტი ან ძეგლია აღმართული. თუმცა ფაქტია, რომ კაცი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, საზოგადოებას თავს თითქმის ყველგან სოფლად თუ ქალაქად ახსენებს. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ისტორია და ისტორიის ხელშეხება კი არ მემაჩნია ასწორად. დღესაც ხდება უამრავი ადამიანის პიროვნული უფლებების შეელახვა და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ უმრავლესობამ და საზოგადოებამ ამაზე უნდა ჩვენი აზრი დავაფიქსირო და უნდა ვიბრძოლოთ, რომ მსგავსი არ განმეორდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ყველა ისტორიულ პიროვნებას ესე რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მივაყენოთ. რა ვიცი, ხა ძეგლებთან ბრძოლას მე მგონი საქმე გავაკეთოთ ისე ჯობია. ხო და ხა ეს არის ისტორია და მოდით რა ჯობია სხვა თემაზე ვისაუბროთ და საქმეს მივხედოთ, ვიდრე ძეგლებს დავდიოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს ქარტიის საბჭო, რომელიც 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით უნდა შეიკრიბოს 1 იანვრამდე და მათ უკვე გადაწყვიტონ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოიფხვრას საერთოდ აი ეს სიმბოლოები. მაშინ როდესაც გორელი პოლიტიკოსები საბჭოთა სიმბოლიკის და ძეგლების ბედზე მსჯელობენ საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში ერთ-ერთი ადგილობრივი თენგიზ მიქელაძე ამბობს. აი ეხლა რაც არის რაც საქართველოს არის ნახევარი 25 თუ 20% წართვის ეგ მაგისი დარჩენილი ფესვებია არ უნდა იდგას